ფიქრობ, ატარებს თუ არა დოსტოევსკის წიგნები მართლმადიდებლურ ხასიათს და არის თუ არა მისი კითხვა სულისათვის სასარგებლო. მე ესე მგონია, რომ სულისათვის სასარგებლო ლიტერატურის კითხვა საერთოდ არის, იმიტომ რომ თუნდაც ის არაქრისტიანულს ატარებდა შიგნით თავის თავში, ის მაინც თუნდაც იმას რომ მიხვდები, რომ ეს არაქრისტიანულია და ამის ანალიზის უნარი შემწევს. მაგალითად, რომ წავიკითხავ ტოლსტოის ვასკრესენიას, ანუ აღდგომა და მე თუ აღმოვაჩენ ის არაქრისტიანულია, ეს უკვე კარგია, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ არაქრისტიანულია. თუ ვერ მივხვდი, ეს იგი ძალიან ცუდია. ანტიქრისტიანული წიგნია ვასკრესენია. და თუ წაიკითხე და ვერ მივხვდი, ესე იგი ვერცსაგან შორს ხარ. და თუ მივხვდი, კარგია, ხო? ეს სპეციალურად დაწერა ტოლსტოიმ ეს წიგნი, რომ დაეცემა ქრისტიანობისათვის. მაგრამ რაც შეეხება დოსტოევსკი იყო ძალიან ღრმად მოაზროვნე ადამიანი, უდიდესი ფსიქოლოგი. ნუ საოცარი, ეწერა თამაში ახსნა და მას აქვს ესეთი მოთხრობა, იგრო ქვია, მოთამაში. და აი ყველა მოთამაშე უნდა წაიკითხოს ეს და ნახავს საშინელებას მოთამაშის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. გენიალურად აქ აღწერა. ძალიან ღრმა არის და როგორც ქრისტიანი ის მას უდა რთული პერიოდები ქონა და ნუ მე უკვე შემდგომში რომ ძალიან თვითონ ქრისტიანად ჩამოყალიბდა საოცარი სიღრმისეული ნაწარმოებებია ქრისტიანული თვალსაზრისით და მიგდებოდა. მაგრამ სადღაც დღევანდელ ადამიანს უჭირს ესეთი რომანების კითხვა, იმიტომ რომ დღეს ადამიანი დინამიკას არის მიჩეული და ძველი მწერლები დინამიურად კი არის ძიმედ წერა და ბევრს და ეს მთელი ისტორიას აღწერა და დღეს თანამედროვე ადამიანს რაფინირებული ინფორმაცია სულს ხომ უცებ რაღაცა უთხრა ეს. ხო, ისე დიდებულია.